მოგესალმებით. ეს არის გადაცემა ჩემოდანი, თუ ბესტი ბუბუ ჯერ ვერ დავადგინეთ, მაგრამ მე ვარ თამრი გერმანიიდან. მოგესალმებით, მე ვარ თეაკო კანადიდან. თეაკო, ვარჯიშიდან მოდიხარ პირდაპირ, ხო? გვაჩვენე კუნთები. Go. ოზირება მერე იყოს კუნთების. მაგრამ კი, პირდაპირ ვარჯიშიდან მოვდივარ და იმედი მაქვს, რომ დავასრულებთ ჩაწერას, შევძლებ რომ სკამიდან ავდგე. მე ვიფიქრე უნდა გეთქვა შევძლებ რომ ვიბანავო. ეგ თავისთავად, მაგრამ ჯერ უნდა ავდგე, ვიმოძრაო. თეაკო, ფეხები ავარჯიშე, იცი რა გამახსენდა? რომელიღაც ეპიზოდში იყო შენ სიშიშვლას ველოდებოდით. მგონი ზამთრის პერიოდიდან ახალად რომ გადავედით ცოტა ეს საზაფხულო ტანსაცმელებში და ახალად უკვე კანის გამოჩენა დავიწყეთ იმ პერიოდში მახსოვს შემდეგი ეპიზოდისთვის გადაიტანე სიშიშვლე და ზაფხულში ვართ. ხო და ჯერ არ დამდგარა ეგ. ანუ ველოსიპედით ხალხი ჯერ არ გამოსულა გარეთ? არა, ჯერჯერობით არა. სხვათაშორის უნდა გადავამოწმო, როდის არის ეგ, იმიტომ რომ მახსოვს რომ ივლისშია და უკვე ივლისია. და მინდა რომ გაგიზიაროთ. და გვაინტერესებს შიშველი ხალხი გვაინტერესებს. ისე რასაც ილოს ანახავია შიშველი ველოსიპედზე. ანუ ფეხებს ვერ ამოძრავებ. ჯერჯერობით კი, მაგრამ ნახოთ ახლა რამდენიმე საათში რა იქნება. ანუ დეგრადირებული ხარ მეთქი უნდა მეთქვა. დეგრადირებული ხარ? ფეხები? არა, დეგრადირებული ქვია? დეგრადირებული. დეგრადირებული ძალიან მძიმე ფორმაა. ანუ მე მჩვევია ფეხებს თუ ავარჯიშებ, მე მართლა დეგრადირებულად გრძნობ თავს, ასე მგონია, წელს ქვევით უკვე ვერაფერს ვეყარ გრძნობ ცოტა ხანი. აი მე როგორ ცხელა. თეაკო. ჯერა კიდე დაკეტილი გაქვს? კი. პანჯარა დაკეტილი მაგის ხომერ გავხსნა. ისე შეიძლებოდა რომ გარეთ გავსულიყავი და გარედან ჩამეწერა ეს ეპიზოდი აივნიდან. მე რა ეპიზოდი აივნიდან ჩავწეროთ. შემდეგი ეპიზოდი ჩავწეროთ აივნიდან. კი, მოვახერხებ, იმედია კარგი ამინდი იქნება და შემდეგ ეპიზოდს შენს გაქვს სხვათა შორის კაი აივანი. ხო, და ხმა არავის არ შეაწუხებს, ყველა მიცის რომ აივანზე ვართ. რაღაც ახალი შემოვიტანოთ. ხომ ხარ კარგად? კი, შენ? კი, კარგად ვარ. რაღაც ძალიან უცნაურად კითხე, ხომ ხარ კარგად? კი. ანუ არ მინდოდა ახლა ისე გადავსულიყავი თემაზე რომ არ მეკითხა კარგად ხარ თუ არა, იმიტომ თუ არ ხარ კარგად, შეგვიძლია დავემშვიდობოთ მსმენელს, კარგად ვსანებოდეთ. არ ყველა ჩვენს ხელშია. კი, მაგრამ თვითონ კითხვის ფორმულირება იყო რაღაც სტაილი. ცოტა. კარგად. ხომ ხარ კარგად? კი, შენ? კი, მეც კარგად. ისე ხომ არ მოვიდა შენამდე, ხომ ხარ კარგად, ანუ ყველაფერი რიგზე გაქვს? ყველაფერი რიგზე. ასე ხომ არ მოვიდა? ხო, მგონი და თან ანუ შენ ზოგადად მასე არ მეკითხები როგორ ვარ. ოკეი. კარგად ხარ თუ არა ამის გაგება მინდოდა აღარ გკითხავ, კაი. კარგად ვარ, კი. კაი, კითხავ როგორ არ კითხავ. ვაიმე ქართულად არ შემიძლია ამ სიტყვების გადათარგმნა, ამიტომ აღარ ვიტყვი. თეაკო,
ჩვენს წინა ეპიზოდს კარგი გამოხმაურება მოყვა და მინდა რომ ეს ეპიზოდიც იმდენად საინტერესო კი არა და უფრო საინტერესო გამოგვივიდეს. ხომ არ გაქვს რაიმე საინტერესო თემა, რაზეც შეგვიძლია დღეს ვისაუბროთ, იმიტომ რომ მაინც ხომ არაფერს არ ვგეგმავთ და დავგეგმავად შემოვდივართ. საინტერესო, რავი, ახლა ხანს ჩამოვედი ტორონტოდან, წინა ეპიზოდში იქედან ჩაგერთეთ. და საკმაოდ საინტერესო გამოცდილებები მივიღე ამჯერად ყოფნის დროს. და ჯერ კიდევ აქაურ პროცესებზე გადმოწყობის ამბავში ვარ მოკლედ. ანუ იმდენად საინტერესო იყო ჩემთვის ყოფნა და ყოველთვის ესეა ყოველჯერზე რაღაცა მაინც რომ ჭირდება რომ მაგ ჩამოვიდე ისევ ემოციურად. ძალიან საინტერესო რაღაცები აღმოვაჩინე. პირველად მეცვა სარი და ჩემ პირად გვერდზე გამოვაქვეყნე ეს ფოტოც და არ ვიცი რამდენიმე ჩვენი გამომწერი, ჩემი პირადი გამომწერიც არის, ამიტომ ალბათ ნახავდა ამასაც და რაღაც ძალიან განსაკუთრებული და განსხვავებული გამოცდილება იყო ჩემთვის. ვიყავი ბენგალურ ქორწილში. და იყო ესე ვთქვათ დრეს კოდი, ყველას გოგო, ანუ დედოფლის მხარეს უნდაც მოდაყვითელი ფერის სარი და მეც ყვითელი ფერის სარი და ჩემთვის ძალიან განსხვავებული გამოცდილება იყო და არ მეგონა თუ ასე ძალიან მომეწონებოდა. აი ეგრევე რაღაცნაირი შეგრძნებები მოიტანა და ძალიან ფემინურ განცდებს იწვევს და საკმაოდ საინტერესო იყო თვითონ იმ პროცესის ნახვა, მათი რიტუალების, ცეკვის, მუსიკის და ასე შემდეგ და ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის. ჯიმი, აჯა. ეს არ არის ბენგალური. ეს ინდურია. ხო, მაგრამ მაინც რაღაც ახლოს ხომ არ. ხო, სხვათა შორის ბევრს ეშლება ხოლმე ერთმანეთში, იმიტომ რომ მაინც კულტურულად, ერთი რეგიონია და კულტურულად ბევრი რაღაც ერთმანეთს გავს, მათ შორის არიც. თუმცა აღმოვაჩინე, რომ თურმე ინდოეთში კიდევ სხვანაირი ტიპის სარი აქვთ, რომელიც ქვედა ბოლო ჩვეულებრივ კაბას გავს, ანუ ჩვეულებრივ ტრაპეცია კაბის ფორმა აქვს და არ არის ის ერთი რაღაცა დიდი ზომის ქსოვილი, რომელიც შემდეგ კაბად გადაიქცევა და ამის აღმოჩენაც ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის. თუმცა მაგას განსხვავებები არსებობს კი. გადაიქცევი მალე ბოლივუდის ვარსკვლავად. ხო, არ ვიცი. ვარსკვლავი. ხო და ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის ეგ და ზოგადად კულტურული განსხვავებულობის აღმოჩენა ჩემთვის ძალიან საინტერესოა და ანუ რამდენად კულტურულად მდიდარი იყო თვითონ ის ცერემონია, რაც იქ ვნახე, ესეც ძალიან განსხვავებული იყო და ძალიან სახალისო იყო, იმიტომ რომ ყველა ერთობოდა, დიდი, პატარა, ბაბუა, ბებია, ყველა ერთდროულად იყო ამ სახალისო პროცესებში, თამაშებში მათ შორის ჩართული და ძალიან სახალისო იყო. ანუ შენი ქორწილი რომ იქნება, ქართულ ჩვენებურ ქორწილთან ერთად ასეთი ბენგალური ქორწილიც გექნება ალბათ. არა? კი, ალბათ. მოემზადეთ სარები შეიძინეთ. ან შეიძლება ისე სხვათა შორის ველოდები. ვის ველოდები რას? ველოდები ამ პროცესს. ჩვენც ველოდებით დაგვტანჯე. კაი, ნუ საკრიტიკებ ახლა. უკვე შენ არ ხარ გასაკრიტიკებელი, შენ რა შუაში ხარ პრინციპში, შენ არაფერ შუაში არ ხარ. მაგრამ ანუ თუ დამპატიჟებ, თუ დამპატიჟებ, ყოჩახ, ეს რა ვთქვი? რომ დამპატიჟებ, სარი უნდა გამომიგზავნო თუ მე უნდა შევიძინო სარი? რომ მოვიდე. მე უნდა გამოგიგზავნო, იმიტომ რომ ყველა სტუმარს უგზავნიან. ყველა სტუმარს უგზავნიან იმ
ფორმა, სხვათა შორის დღეებს გააჩნია მგონი. აი, ჩვენ რო ვიცით საქართველოში ქორწილის მეორე დღეო და მთელი ამბები დაგრძელდება ისევ кейფი, ორდღიანი ქორწილი კი არა, ანუ რამდენიმე დღიანი აღნიშვნა მიმდინარეობს, მაგალითად 4-5 დღეა და ყველა დღეს არის განსხვავებული ცერემონია. ანუ ყველა დღე რაღაც განსხვავებულ რიტუალს ეთმობა. ახლა ვერ ვიტყვი რომ მე ამდენი რიტუალი მექნება ანუ არ ვიცი ამ საკითხს რანაირად გადავწყვეტ, მაგრამ ძალიან სახალისოა, იმიტომ რომ არც ერთი დღე ერთმანეთს არ გავს და ყოველთვის რაღაც განსხვავებული გაცვია და ყველა დღეს გოგონები სხვადასხვანაირად იცმევენ, ბიჭები სხვანაირად იცმევენ და ამ ფორმას რაც უნდა ჩაიცვა იმ ერთი დღის განმავლობაში, რომელ ცერემონიაზეც მე ვიყავი, 5-ვე დღეს არ ყოფილვარ, ის სარი, რომელიც ეცვათ გოგონებს, გამოუგზავნეს საჩუქრად. ანუ წყვილი უგზავნის საჩუქრად იმ ფორმას, რაც უნდა ეცვათ სტუმარს. მშვენიერია, ქორწილში მოვდივარ და ჩემი მოვალეობა იქნება ის, რომ ვიყო ქორწილში, ის რომ ვიყო ფიზიკურად და გაერთო. ვიყო ქორწილში და გავერთო. არც თუ ჩაცმაზე არ უნდა ვიღელვო, ყველაფერი თუ მოგვარებულია, ქორწილიც ამას ქვია ძმაო. სხვათა შორის საკვები ხომ ცალკე მოგვარებულია, მუსიკა, გართობა, წამყვანი ყავს ყველა დღეს, რომელსაც აქ დაორგანიზებული, რა თქმა უნდა, წყვილთან შეთანხმებით ის აქტივობები, რაც იმ დღეს იქნება და შენი მოვალეობა არის, რომ უბრალოდ ისი ამოვნო რა და ჩემთან ერთად იყო ამ დღეს. ხომ არ გიკითხავს რა ღირს ერთი სარი, იმიტომ რომ ალბათ დაახლოებით 100 ადამიანი მაინც იქნება ქორწილში, არა? 100-მდე მაინც. კი, მე მგონი კი. ისე გააჩნია სტუმრების რაოდენობას მაინც ოჯახი ათანხმებს წყვილთან და სიმართლე გითხრა არ ვიცი სარი რა ღირდა რაც გამოაგზავნეს, მაგრამ საკმაოდ ძვირი ღირს სარი, იმიტომ რომ საკმაოდ ძვირად ღირებული ქსოვილია და არ ვიცი მე რაც ვნახე, მინიმუმ $300 ღირს ერთი ჩასაცმელი მთლიანად, ანუ რაც ჭირდება სარის შიგნით რომ ჩაიცვა ერთი ფენა და ანუ ზედატანი არის კიდე ცალკე, რასაც იცმევ. და ნუ შემდეგ ეს ქსოვილი, გრძელი ქსოვილი გადაიქცევა მთლიან კაბად, ესე ვთქვათ და ესე ხარზე გაქ და ანუ ეგ სარი რომ გამომიგზავნი, მე მრჩება ეგ სარი მერე. თუ უნდა დაგიბრუნო ქორწილში. ვაუ, ქორწილში მეპატიჟები და აქეთ ვჩუქნი კიდე რამეს? და მე უნდა გაჩუქო შენ მერე? ეს არის ამის მოვალეობა? თუ მხოლოდ ქართულ ქორწილში უნდა გაჩუქო? საკმარისია ქართულ ქორწილში გაჩუქო, თუ იქაც უნდა გაჩუქო. სხვათა შორის მერე ჩუქნიან, როგორც გავიგე, ჩუქნიან ფულს, ისევე როგორც ჩვენთან ჩუქნიან ფულს და კიდე რაღაცა სხვა საჩუქრებიც აქვთ, მე მგონი, ნუ ნებისმიერი რაღაც, რაც შეიძლება შემდეგ წყვილმა გამოიყენოს. ნუ როგორც ჩვენთან ხდება ისე რა. და მეჯვარეების კულტურა? მეჯვარეები მე რა ცერემონიაზეც ვიყავი, მაშინ არ ყოლიათ, მაგრამ სხვათა შორის არ ვიცი. ეგ უნდა დავაზუსტო ეგ. ხო, რაღაც ინდური ფილმებიდან ვიცი რომ ანუ ყავთ მაგრამ რაღაც მაინც არ მახსოვს. ნუ, კაია, ველოდები. ველოდები და ერთი სული მაქვს, როგორც ქალები, ასევე კაცები მიიღებენ ტანსაცმელს და ჩემი მოვალეობა არის, რომ მოვიდე გაიგეთ ხალხნო. თუ სხვანაირად წავა სიტუაცია, ოცილებლად გავაჟღერებ ყველაფერს. ჩემი მოვალეობა არის, რომ მოვიდე და თან საჩუქარი მოვიტანო ფული, კაი? გასაგებია. ნუ ეს საჩუქარზეც კიდე მაინც სტუმარზეა დამოკიდებული, ანუ ვალდებულების სახით მაინც არ არის, ანუ შენ რაც შეგიძლია, თუ არ შეგიძლია, ანუ ესეც
ესეც ოკეია აჰა. ზოგადად. ხო, ანუ ქართულ ქორწილში ცოტას გაჩუქებ, იმიტომ რომ იქ უფრო მეტი გაჩუქო და კარგად გამოვჩნდეთ. შენ მაგაზე არ იღალო, შენ თავარია მოხვიდე. მე უკვე გამოვიანგარიშე. ხომ იცი ქართულ ქორწილებში განსაკუთრებით აჭარულ ქორწილებში რომ არის ჩემთან $100 ქონდა დაწერილი და მეც $100 უნდა და 100-ზე ნაკლებს ვერ დავწერო. ანუ ამას ეს ვცადე ეს გამომსვლოდა, მაგრამ მგონი საბოლოოდ რაღაცა სულ სხვა რაღაცა გამომივიდა. კარგი, ველოდებით. თეაკო, კაია, საინტერესოა და ფოტოებს თუ გაგვიზიარებ, კაი იქნება, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, აინტერესებთ ჩვენს მსმენელს აინტერესებს, როგორ გამოიყურებოდი არა მარტო იმ 4 და 5 მსმენელს, რომელიც შენი მეგობარია პირად გვერდზეც, არამედ სხვებსაც. გაგიზიარებთ. წაღამ საუბრობდით, სანამ დავიწყებდით ჩაწერას, საუბრობდით რაღაც თემა ვახსენეთ და რამჯეროდა ბავშვობაში რისიც ახლა აღარ მჯერაო. რაღაც გინდოდა მაგაზე გეთქვა და აღარ დაგაცადე რომ გეთქვა შემოგანახინე აქაური ეპიზოდისთვის, ამ ეპიზოდისთვის. ხო, ბევრი რაღაცა იქნებოდა უბრალოდ და პირველი რაც გამახსენდა იყო ის რომ ბავშვობაში მჯეროდა რომ ალბათ ყველას ასე ჯეროდა ეს, იმიტომ რომ ბევრის გამსმენია. იმშვიდებ თავს. ჯეროდა რომ მასწავლებლები არ ჭამდნენ საჭმელს და არ ქონდათ ჩვეულებრივი ისეთი ყოფითი ცხოვრება, როგორიც ქონდა ჩვენ. ვაიმე, მაგიტომ მიიღე გადაწყვეტილება რომ მასწავლებელი ყოფილიყავი? ალბათ. და ერთი რაღაცა მახსოვს კონკრეტულად, აი არ ვიცი რას უკავშირდება, მაგრამ რატომღაც მეგონა რომ მასწავლებლები, აი ძალიან გაგეცნება ალბათ, მასწავლებლები ზეთს არ ყიდულობენ სახლში, მეთქი ვფიქრობდი. ვაუ. რა კავშირში არ ვიცი, ან დღემდე ვფიქრობ, აი რატომ მქონდა ეს წარმოდგენა, მაგრამ ძალიან მეცინება ახლა. და რატომ მაინც ზეთი და არა სხვა რამე, მაგალითად ხორცი ან პური ან რა ვიცი, კარტოფილი. რატომღაც წარმოდგენაში მქონდა ეს ზეთი, ანუ ჩემთვის რას ნიშნავდა ეს არ ვიცი ახლა, მაგრამ მეგონა რომ არასდროს არ ყიდულობენ ზეთს მეთქი. რა საინტერესო, ანუ რაღაც ზეთს რაღაც მნიშვნელობას ანიჭებდი და ხო. თეაკო, ახლა იცი რა გამახსენდა ზეთიო და ზეთი დაუკავშირეს სკოლას მასწავლებელი და სასადილოში პერაშკები, კარტოფილის ხვესელები. აუ, და მახსოვს 20 თეთრი ღირდა. ხო, აი წარმოიდგინე. 20 თეთრი ღირდა დაახლოებით ამხელა იყო და რა გემრიელი იყო. ეს გახსოვს ის თვითონ ბუფეტი რანაირად გამოიყურებოდა? კი, მახსოვს. ძველიც მახსოვს, ახალიც მახსოვს. კიდე გარეთ ჯიხურები რომ იდგა და იმ ჯიხურებში ხვეულას ყიდდა ქალი. ძალიან გემრიელი ხვეულა და არ ვიცი რა ქვია, მგონი ასეთი ფორმის ტკბილეულია, მოხარშული გუშიონის კრემი აქვს. გახსნი და შეჭამ. რაღაც მრგვალი ფორმა აქვს, სახელი არ ვიცი რა ქვია. შუ? არა, შუ არა, უფრო მაგარია. ეგ არ ვიცი. თითქმის ბოლომდე არ ეხება ერთმანეთს, კრემია მათ შორის ამოვსებული და კაკლის ფორმა რო ქონდა იმაზე ამბობ. ხო, ეგ მახსოვს კი. რანაირი გემოქონდა, ეგეც მახსოვს. და მახსოვს თითქმის ყოველთვის ვყიდულობდი, იმდენად ისე ძალიან მიყვარდა კარტოფილის ხვეზელი და ეგ და ხვეულა. მე კიდე მახსოვს იმ ჯიხურებიდან ჩუპა-ჩუპსი იყო ძალიან ტრენდული. აი ძალიან თან იცი რომელი თეთრი ჯოხიანი, არა შავ ჯოხიანი.
არ ვიცი თუ ვაუ, გახსოვს და მე არასდროს მიმიქცევი ასე ყურადღება შავჯოხიანი თუ თეთრჯოხიანი. და სხვათა შორის ეგ ძალიან კარგად მახსოვს და ეგეც ძალიან იაფი ღირდა მგონი 20 თეთრი თუ 20 თეთრი ღირდა თეთრჯოხიანი და 50 შავჯოხიანი თუ რაღაც მოკლედ, მაგრამ ძალიან ტრენდული იყო ერთი პერიოდი ყველა შესვენებაზე, გარეთ ვინც იყო, გოგო იყო თუ ბიჭი იყო, ყველა მაგ ჩუპაჩუპს ჭამდა. და თეაკო ახლა მახსოვს ეგ. მთელი ძალიან შეგრძნებით ტრენდი იყო. ვარ 2000 2001-2002 წლებში სკოლის პერიოდი ეზოში რომ თამაშობდი, მთელი შეგრძნებით ვარ იქ. ძალიან საწიამოვნოა რაღაცნაირია. ზესუმზირას რომ ყიდა ერთი ბებო. პატარა ჭიქით ყიდა და კიდე ხელით რომ ჩაამატებდა ზოგჯერ. ჩამატება. ახლა გამახსენდა უნდა გადავხტე ამ თემიდან. გახსოვს ჩვენი კლასელი და მეგობარი დარო. აბა არ მახსოვს. ყოველთვის და ამ სიტყვას გაცნობიერებულად ვიყენებ. ყოველთვის ან სკოლაში რჩებოდა ჩანთა, ან სახლში რჩებოდა ჩანთა და ისე მიდიოდა სკოლაში. ან სახლიდან სახლის ფეხსაცმლით გამოდიოდა გარეთ, ან ფეხში შველიც კი გამოსულა და შუა გზაში გახსენებია რომ ვაიმე ფეხსაცმელი სახლის ჩუსტებით ვარ გამოსულიო და დაბრუნებულა უკან და მეც რა თქმა უნდა გავყოლოდი, იმიტომ რომ მარტო ხომ ვერ გავუშვებდი, ანუ არ მიშვებდა პრინციპში თვითონ. ცოტა ხნის წინ დავადგინე რომ ეგ შეიძლება ერთ-ერთი ნიშანი იყოს იმისა რომ აქვს ბავშვს ADHD. ანუ დაროს დაუსვით ასეთი დიაგნოზი. ხო, ანუ შეიძლება დაროს არ ქონდა და ნუ ახლა მაინც ასე ვერ ვიტყვით, მაგრამ ხო, ეგ მომენტები მახსოვს და ძალიან სასაცილო იყო. ხო, ანუ არა დიაგნოზის დასმა მით უმეტეს შეუძლებელია, ასე შორიდან და გაურკვეველია, მაგრამ ასეთი რაღაცები მით უმეტეს პატარა ასაკში, როცა ასეთი რაღაცები ჩანთის დატოვება, რვეული დარჩა, რაღაც ფეხსაცმელი დარჩა და ასე შემდეგ, ესეც ერთ-ერთი ნიშანი შეიძლება იყოს. შენ დაგრჩენია სკოლაში ჩანთა? სკოლაში არაერთხელ მახსოვს ბიძაჩემის მანქანაში დამრჩა ჩანთა და სკოლაში კლასში რომ შევედი, მე გავაცნობიერე რომ ჩანთა არ მქონდა. და მახსოვს ბიძაჩემი მოვიდა და მომიტანა ჩანთა. აიმე. წარმომიდგენია რატომღაც ახლა წარმოვიდგინე რომ შეიძლება ინერვიულებდი. ხო, ანუ რა მომენტი იყო, იცი, უცებ გავაცნობიერე რომ ჩანთა არ მქონდა და არ გასულა დიდი დრო, როცა შემოაღო ბიძაჩემმა კარი და ჩანთა მომიტანა. ანუ ეს მომენტი იყო რა, ეს რაღაცა ეს უხერხულობა და ის ვერ მოვასწარი უბრალოდ გაოცებული ვიყავი რომ ჩანთა სად მაქვს მეთქი, ანუ იმ მომენტში აღმოვაჩინე და თან მალევე მომიტანა და რაღაცნაირი მომენტი იყო. ანუ გმირის როლი აქვს ბიძაშენს. თეაკო, გადავედით ჩვენი თემიდან, მოვიარეთ მთელი სკოლის პერიოდი. ზეთიდან გადავედით, ყვითელი ფერის ბოთლი, ყვითელი ეტიკეტით ალბათ. ალბათ. ეს პატარა, უფრო პატარა ზომის ზეთის ბოთლი. მარსო. მე მახსოვს რაღაცის სჭიროდა. გქონია შენ ასეთი სიტუაცია, კი არა და არ ვიცი, მიუხედავად იმისა, რომ შორს არ ვცხოვრობდით ერთმანეთისგან, მაინც ცალად სამეზობლოშიც არ ვიყავით, მაგრამ ერთი პერიოდი ევროპიდან და ამერიკიდან საჩუქრები ჩამოქონდათ. სხვადასხვა ორგანიზაციებს ეს ორგანიზაციები რაღაც ახალად იქმნებოდა, ნუ არ ვიცი, ახლანდელი გადმოსახედიდან ფიქრობ, რომ ალბათ მაშინ ახალად ყალიბდებოდა ეს რაღაც ორგანიზაციები და ევროპიდან და ამერიკიდან ყუთებით, ძალიან ლამაზი ქაღალდის ყუთებით საჩუქრები ჩამოდიოდა. ქონია შეხება? მე არ მახსოვს ეგ. ხო, მოკლედ საჩუქრები ჩამოდიოდა და პირველად რომ ჩამოვიდა, მე მახსოვს, რომელიღაც მეზობელი ქალი ეზოში ამბობდა რომ ასეო საჩუქრებიაო ამერიკიდანო ჩამოსულიო
და წავიდეთო ბავშვებისო წაყვანას ვაპირებო, სადღაც რომელიღაც გრიბოედოვის ქუჩაზე იყო მგონი. გრიბოედოვის ქუჩაზეო, იქო იმ ქალსა, აქო ვიღაცის სახელი თქვა და ამ ქალთან უნდა მივიყვანო ბავშვები და ყველა რამდენიც გვინდა, იმდენი ბავშვი უნდა გვყავდეს, ანუ მე ვერ წავალ იქ, რომ ამ ბავშვებისთვის მოვიტანო. და არ ვიცი, ალბათ 15 ბავშვი ვიქნებოდით. და თეაკო, მე მეგონა რომ ამერიკაში მივდიოდით. აიმე. და როგორ ვიყავი განწყობილი, იცი? ანუ ყოველთვის რომ თამაშობდით ამერიკა, ევროპაო, ან მამა ჩემი ისეთი ძლიერიაო, შენ მამა შენს ამერიკაში გადააგდებსო და ნუ ეს რომ მოვკარი ყური რომ ამერიკიდან საჩუქრებია ჩამოსულიო, ეს მთლად ვერ გავიგე, ვიქნებოდი ალბათ 7 წლის ან 8 წლის შეიძლება. ხო და ვერ გავიგე, ნუ რაღაც ამერიკა გავიგე, ამერიკიდან საჩუქრებიო და წავედითო ორი მეზობელი ქალი გვეხლა, ანუ ერთი მეზობელი იყო და ერთი ვიღაც ვინც ამ მეზობელ ქალთან იყო. და მახსოვს დედა ჩემს ნებართვა ვკითხე, მეთქი თუ შეიძლება რომ წავიდე, კაიო, წადიო, ჩემი და იყო. ნუ მთელი ეზოს ბავშვები წავედით, 15 ბავშვი ვიყავით და მეგონა რომ ამერიკაში მივდიოდით და იცი, რა ცნობის მოყვარე ვიყავი. მაინტერესებდა როგორია ამერიკა და აღმოჩნდი სადღაც 5 სართულიანის პირველ სართულზე. გრიბოედოვზე სხვათა შორის შორს არ იყო, ერთი ქუჩა გადავკვეთეთ და იქვე იყო და ეს ქალი გამოვიდა ფანჯრიდან გამოიხედა ეს ქალი ვისაც ჰქონდა ეს საჩუქრები. ჯერ ველოდებოდით, დიდი ხანი ველოდებოდით. და მე გამოიხედა და გვითხრა დღეისთვის აღარ ვარიგებო. აუ, კაი. იმედ გაცრუებული დაუბრუნდი ამერიკიდან ისევ ბათუმში. აუ, ანუ არ მოგიწია ეს საჩუქარი. არა, მაგრამ მეორე დღეს, მეორე თუ მესამე დღე იყო, დილით გავიღვიძე. მგონი ეს იყო სადღაც სკოლის დღე იყო, ან იქნებოდა 4 შაბათი ან 5 შაბათი დღე, იმიტომ რომ მახსოვს საღამო იყო უკვე სკოლის დავალებები დაწერილი მქონდა, გამზადებული მქონდა ყველაფერი და ეზოში ჩავედი სათამაშოდ, ეს ქალი გამოვიდა და წაგვიყვანა. და 2 დღის ან შეიძლება 3 დღე იყო ზუსტად არ მახსოვს, ან შაბათი იქნებოდა ან კვირა. დილით გავიღვიძე. ჩავედი, გავდივარ გარეთ და რას ხედავ, ბავშვები დარბიან ამ ყუთებით. აუ. და მე არ შემხვდა საჩუქარი. აუ, ძალიან ცუდი. და ძალიან იმედ გაცრუებული ვიყავი. მერე კიდე რამდენჯერმე იყო თეაკო, არც ერთჯერ არც ერთხელ არ შემხვდა ეგ საჩუქარი. მახსოვს მეგობრებს ჰქონდათ და ისინი რაღაცებს გვინაწილებდნენ მერე. ჰარიბო იყო, ფერადი კალამი იყო, რავი, ბევრი რაღაც იყო, ბევრი რაღაცები იყო. ტკბილეული. საინტერესო რაღაცები იყო, ბლოკნოტები, ფანქრები, ასეთი გასართობი რაღაცები, პატარა კარტი, სათამაშო, ბურთი და რაღაც ასეთი რაღაცები და არც ერთხელ არ შემხვედრია. ჩემ ძმას შეხვდა მგონი, მაგრამ მე არ შემხვედრია, მაგრამ მე მახსოვს ჩანა ხატივით რაღაც დავწერე და მახსოვს გავაზიარე კიდე ადრე მაშინ Facebook-ზე. გავაზიარე ზატო ახლა არ შემხვდა მაშინ ამერიკული საჩუქარი, მაგრამ ახლა ევროპაში ვცხოვრობ, მეთქი ვშვიდებდი თავს. ჰარიბოს ქვეყანაში. ხო, ჰარიბოს ქვეყანაში კი მართალი ხარ. ვაუ. რანაირია, გული დამწყდა. ხო, მეც მასე გულდაწყვეტილი ვარ. და ეს იყო რაღაც მგონი არამარტო არასამთავრობო ორგანიზაციები, არამედ რაღაც ეს ეკლესიებიდან, ევანგელისტური ეკლესიები, პროტესტანტები, ესენი გზავნიდნენ ასეთ საჩუქრებს და
ძალიან საინტერესო იყო. ყოველთვის მაინტერესებდა ვის რა ქონდა ყუთში, ვის რა შეხვდა. ხო, სხვათაშორის არ ვიცი, არ მახსოვს კარგად, ან არ მქონია შეხება, ან არ ვიცოდით მაშინ, იმიტომ რომ არ მახსოვს მსგავსი რაღაცა. რა საინტერესოა. ხოთაშორის ერთი რაღაც, რაც მეგონა კიდე ბავშვობაში, ჩემი მეზობელი, არ ვიცი, მას აქ თუ არა სურვილი, რომ მისი სახელი და გვარი გავაჟღერო, მაგრამ მგონი ჩვენ ეპიზოდებს ადევნებს თვალს და მიხვდება კიდევაც ვინც არის. ნუ მოკლედ ჩემი და ჩემი დის უახლოესი მეგობარი, ჩვენი მეზობელი, რომელთანაც ვატარებდით არ ვიცი, ძალიან დიდ დროს და ხან მის სახლში ვიკრიბებოდით, ხან ჩემთან ვიკრიბებოდით. დადგა დღე მათ ცხოვრებაში, როცა ეს ჩემი მეგობარი და თავისი ოჯახი უნდა გადასულიყო სხვა ადგილას საცხოვრებლად. და ჩვენ მქონდა აი ძალიან დიდი, ნუ რაღაცა ეს გამომშვიდობების მთელი სერია, ანუ რაღაცა ერთი თვე ვემზადებოდით, მე მგონი რომ ვეღარ ვნახავდით, მოკლედ ჩვენ მეგობარს და მახსოვს, რომ ძალიან სევდიანები ვიყავით ჩვენც, ისიც, ანუ რაღაცა ჩვენ არასოდეს არ დავივიწყებთ ერთმანეთს, ანუ რაღაც მსგავსი რაღაცები გქონდა და მაშინ რატომღაც მჯეროდა, რომ მას ვეღარასდროს ვეღარ ვნახავდი. ანუ რაღაც ეს წარმოდგენა მქონდა, რომ მასთან მეგობრობა ყოველთვის მის სახლთან ასოცირდებოდა ჩემთვის და ანუ ის რომ რაღაცა სხვაში ვიკრიბებოდით მასთან და რაღაცა განსხვავებული რაღაცები ქონდა ყოველთვის და ამ რაღაცებით ვთამაშობდით, ან რაღაცებს ვიგონებდით. მერე ჩვენთან წამოვიდო და მერე მისი სახლში დაბრუნების მთელი რიტუალი ტარდებოდა, აბა 5 წუთი კიდე დამტოვეთ და 10 წუთი კიდე დამტოვეთ და ძალიან ისეთი ძალიან მეგობრული დამოკიდებულება გქონდა ერთმანეთთან და მახსოვს, როცა გადადიოდა, მაშინ ფიქრობდი, ესე მჯეროდა, რომ ალბათ ვეღარასდროს ვეღარ შევხვდები მეთქი და რამდენჯერმე ვესტუმრეთ კიდევაც, ნუ მერე წლების მერე იმ ახალ სახლში, სადაც გადავიდნენ და იმის მერე კიდე ძალიან ბევრჯერ შევიკრიბეთ, კიდე სხვა მეგობართან მეგობრის სახლში შევიკრიბეთ და ასე შემდეგ, მაგრამ მაშინ რაღაცნაირად ისე ვიყავი ძალიან სევდიანი და ფიქრობდი, რომ ალბათ ვეღარ შევხვდებით ერთმანეთს მეთქი. ხო, რომ ხელმისაწვდომობა აქვს ისე ბავშვისთვის, ანუ რომ ბავშვს აუხსნა განუმარტო, რომ ნუ პრინციპში შეიძლება არც იყო გარეგანა და ასე შესამჩნევი, მაგრამ წარმოიდგინე, რამდენად განიცადე ის, რომ იფიქრე, რომ შეიძლება ვეღარ ნახავ, კი არა და გეგონა, რომ ვეღარ ნახავდი ვერასდროს. ხო. რაღაცნაირია, მაინც ბავშვის წარმოსახვა კიდე ძალიან ფაქიზია და ძალიან სხვანაირია. კიდე ბევრი რამის მჯეროდა, მაგრამ ახლა არ მახსენდება რაღაცები. თეაკო, კაი, რისი გჯეროდა, ახლა აღარ გჯერა კიდე კაი, რომ აღარ გჯერა ის, რომ წახვედი კანადაში და არ შემშინებია. კი არა და გერმანიაში რომ წამოვედი, მაშინ შეგეშინა, რომ ვეღარ ვნახავდი. ძალიან ბევრი ვიტირეშე, რომ გერმანიაში გაგაცილეთ, მე რაღაცნაირად, ძალიან მეც მახსოვს აეროპორტიდან. ხო და აი სახლში რომ მოვდიოდით, მანქანაში ვიჭექი და ჩემთვის ჩუმად ვტიროდი. ხო, რაღაცნაირი იყო, თან თითქოს ეს ევროპაში წასვლი, ანუ სადღაც სხვაგან საზღვრებს გარეთ წასვლის ნაკადი გავხსენი. ასე გამოდის, იმიტომ იმ პერიოდში მაინც ამდენად არც ვიზა ლიბერალიზაცია იყო არაფერი, მაგრამ იმის თქმა მინდოდა, კი არ მინდოდა ეხლა დამემტკიცებინა და დამეტესტე ჩემზეც ანუ ჩვენი მეგობრობა დამეტესტა, ეს არ მინდოდა. ის მინდოდა მეთქვა, რომ დღეს გვაქვს ამის საშუალება და ზრდასრულები რომ ვართ. არ თავდება აქ ამ ცვლილებების პროცესში არ თავდება რაღაცეები და რომ გრძელდება მე ეს კავშირიც და თუნდაც ეს შეხვედრები იქნება თუ რაც იქნება, მაგრამ მაშინ ასე წარმომედგინა, მაშინ არც ტელეფონი მქონდა და არც ის ვიცოდი ფიზიკურად, ანუ ნანახიც კი არ მქონდა ის ადგილი, სად გადავიდოდა და ანუ სრულიად ჩემ წარმოსახვაში ვიყავი. ხო, და წარმოსახვაშიც რომ არ არსებობს ეს
რაღაც ხო, ადგილი დაცულობის შეგრძნება, რომ ეს ადამიანი არ იკარგება, არამედ კი. არსებობს რაღაც გზა, რომ ისე ვნახოთ ერთმანეთი. აუ, და საყვარელი. თან ისიც მახსოვს, რომ მაშინ არ ვიცი ხა თუ ნუ არ გემახსოვრება ორბელიანის და ხიმშიაშვილის კვეთა, ანუ მაშინ ხიმშიაშვილის ქუჩა საერთოდ არ არსებობდა. აჰა. და იქ იყო რაღაცა ძალიან დიდი მიწის გორაკები იყო და კი. ყველგან ჭაობი იყო და ტრანსპორტიც არ იყო ასე, ანუ გადაადგილების საშუალებაც არ იყო ქალაქში იმდენად, რომ ეს წარმოსახვა მაინც ყოფილიყო გახსნილი. ანუ იმდენად თითქოს ჩაკეტილი რაღაცა იყო. იზოლირებული და ჩაკეტილი იყო ყველაფერი, რომ ანუ ეს ქმნიდა ძალიან დიდ ბარიერს. აჰა. და თან ის რომ ანუ ჩემი მოძრაობის ტრაექტორია იყო სკოლა და სახლი ძირითადად, ან მე მუსიკაზე დავდიოდით და ანუ სულ ან მამაჩემს დავყავდით, ან ბიძაჩემს დავყავდით და ანუ ეს ტრანსპორტის საშუალებაც არ იყო, რაღაცა გზაც არ იყო, სულ ტალახი და მტვერი იყო და ანუ ამ წარმოსახვაში კიდე ძალიან რთული იყო იმის წარმოდგენა, რომ შეიძლებოდა კიდე გაგრძელებულიყო მეგობრობა. აჰა. და დღეს კანადაში ხარ, მე გერმანიაში ვარ და აი პოდკასტს წერთ. თეაკო, ერთი კითხვა მაქვს. რა, ოღონდ მოკლედ ბევრი არ მინდა, ბევრი საუბარი. 10 წუთი გვაქვს დაახლოებით, რო არ. რა გაიგე 30-იან წლებში, კი არა და როგორ ჩამოვაყალიბო ეს კითხვა. რა გაიგე, რა გააცნობიერე 30-იან წლებში, ახლა 30-იანის დასაწყისში ვართ. რაც 20-იან წლებში შენი აზრით რთული იყო, რომ გაგეგო, ან ეს რაღაც ცნობიერების ეს სიტყვას ვერ პოულობ ქართულად, მიშველეთ. რომ ეს რაღაც 20-იან წლებში გაგეგო ასე მარტივად, ან რაღაც შენ თვითონ აღმოჩენა სიტყვა აღმოჩენა. ანუ რა იპოვე 30-იან წლებში, რაც 20-იან წლებში არ ქონდა და რომ გქონოდა ეს აღმოჩენა, ეს გაცნობიერება, რაც იქნება, ეს რომ ქონოდა გაგიმარტივებდა 20-იან წლებს. სულ ერთი არა კუთხით რა გზით. ალბათ ის რომ საკუთარ თავთან დავბრუნდი, ანუ ჩემთვის 30 წელი 30 წლის რომ გავხდი, ეს იყო რაღაცა ძალიან დიდი მოლოდინი მქონდა და ძალიან მიხარობდა რომ 30-ის ხდებოდი და ძალიან არ ვიცი შენც ეყავი ჩემი დაბადების დღის პარტიზე მაშინ და ძალიან ისეთი ოქროსფერი პარტი ხო? ხო, ოქროსფერი პარტი და ნუ რაღაცა ძალიან დიდი მოლოდინით ვიყავი განწყობილი და სხვათა შორის ჯერჯერობით ეს ამ აღტაცებაში ვარ ისევ და ეს ამ რაღაცა სიახლეების მიმართ გახსნილობაში ვარ. და ალბათ მთავარი რაც არის ჩემი ამ 30-იანი წლების 32 წლის ორჯერ 2 წელი რაღაც, კაი 3. მთავარი არის ალბათ ის რომ საკუთარ თავთან დარჩენის სწავლა და საკუთარ ემოციებთან წვდომა და ემოციებისთვის სივრცის მიცემა არის ჩემთვის ძალიან ისეთი გარდამტეხი რაღაც, რაც ამ წლების განმავლობაში მოხდა და გაცნობიერებულად მიმდინარეობს ისევ. იმიტომ რომ ეს პროცესი როცა იწყება, ჩვენ ხშირად გვისაუბრია ამაზე, რომ არ არის რაღაცა დასრულების წერტილი, იმიტომ რომ მე კიდე რაღაც ახალი შემოდის და ყოველთვის ცოცხალი პროცესი, ანუ დინამიურია, თან ბევრ ცვლილებასთან არის დაკავშირებული, ბევრ ახალ რაღაცას იწვევს, ახალ რაღაცას სწავლობ და ეს პროცესი ყოველთვის უწყვეტად მიმდინარეობს და ხო, ალბათ ეს არის ჩემი 30-იანი წლების მთავარი აღმოჩენა, ეს ჩემ ემოციებთან დარჩენა, საკუთარ თავთან დარჩენა და ამის პრიორიტეტად გახდომა. ანუ
საკუთარი თავის ცენტრში დაყენება და მე აქედან გამომდინარე იმ რაღაცების გამომუშავება, რაც შემდეგ მეხმარება, რომ უფრო გავაჯანსაღო ის ურთიერთობები, რაც აქამდე მქონდა და გავზარდო საკუთარი თავი. ანუ უფრო ზრდასრულობის შეგრძნება უფრო მეტად მოდის. და 20-იან წლების ახალგაზრდა ჩვენს მსმენელს 20-იან წლებში ვინც არის რჩევა რომ მისცე რა რჩევას მიცემდი და მე ვიტყვი ამ ყველაფერს და დავასრულოთ. რა რჩევას მივცემდი? ხორჩი. როგორც გამოცდილი 30-იანელი. თავარი ალბათ სურვილი იქნებოდა ის, რომ დააყენონ საკუთარი თავი ცენტრში და ეს არ ნიშნავს ჩემთვის ანუ არ განიმარტება როგორც აი ეს მე ეგოცენტრისტულად არ ვუყურებ ამას, არამედ ვუყურებ როგორც საკუთარი თავი გახადონ პრიორიტეტი. და აქედან გამომდინარე განსაზღვრონ მე ის რაღაცები, რაც მათ ცხოვრებაში შეიძლება მოხდეს, ან მათ უნდათ რომ მოხდეს და თავარი ალბათ ის არის რომ მოусმინო საკუთარ თავს, დარჩე საკუთარ თავთან, რაც არ უნდა რთული იყოს ეს და ხშირ შემთხვევაში რთულია რომ დარჩე საკუთარ თავთან და ხარშია მოუდგე საკუთარ თავს. და ხშირად ვცდილობთ ჩვენ ბევრი რაღაცა ისე გავაკეთოთ, რომ გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად გავურბივართ საკუთარ თავთან დარჩენას და ემოციებთან დარჩენას და ალბათ თავარი ეს არის, რომ რაც არ უნდა მტკივნეული იყოს და რთული იყოს, პირისპირ გქონდეთ იმის საშუალება, რომ დაუთმონ დრო იმას, რომ დარჩენ საკუთარ თავთან და აქედან მე უკვე იწყება ის ზრდაც პრიორიტეტების, ურთიერთობებში რაღაცების განსაზღვრა, დალაგება, დაწყობა და ასე შემდეგ. რაღაც გამახსენდა და უნდა ვერ გადავყლაპავ, უნდა ვთქვა. იმიტომ რომ შენს განვითარებასაც ვხედავ. უნდა აღვნიშნოთ ეაკო და თუ ჩხუბს აპირებ, ეპიზოდის მერე მეჩხუბე, აქ არ მეჩხუბო. შენ ისევ იმ ტალღაზე ხარ. თუ შენ არა, არ ვარ იმ ტალღაზე, უბრალოდ ახლა რაც ახსენე შენ, ამან რაღაც გამახსენა ის, რომ საკუთარი თავი ცენტრში დააყენეთ და ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეგოისტი ხარო. მახსოვს რამდენი წლის წინ იყო 4 წლის წინ შეიძლება. ვაუ, რა დროა გასული ღმერთო. 3 ან 4 წლის წინ მახსოვს ბათუმში პარკში ვიჯექით და საუბრობდით და სწორედ ამ რაღაცას ვსწავლობდი, რომ საკუთარი თავი ცენტრში, ანუ ის რომ ჩემი სურვილები, ჩემი არსებობა მნიშვნელოვანია და მახსოვს შენაც მითხარი, რომ ეგოისტი ხარო. მე მაშინ შენს ხო მე მაინც ვერ ვიტყვი, რომ მე იმაზე გითხარი, რომ შენ ეგოისტი ხარ მეთქი, რომ საკუთარი თავისთვის you stood up for yourself. ანუ ამისთვის ხარ ეგოისტი მეთქი, მე ეს არ ვიტყოს. მე კონტექსტში გითხარი, რისთვის ფიქრობდი, რომ ეგოისტი ხარ მეთქი, მაგრამ ახლა მაგას ნუ განვიხილავთ. მაგრამ მე ვაფასებ იმას, და ყოველთვის ხარი დამიჭერია იმაში, რომ ანუ შენთვის რა იყო მაგ პროცესში მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს ეგოისტობის თემა იყო კონკრეტული კონტექსტიდან გამომდინარე თემა, ხო, მაგრამ კონტექსტში რომ ეგოისტი ხარ მეთქი. კონტექსტში რა არის, იცი? კონტექსტში სხვანაირად არ გამოვიდოდა, იმიტომ რომ როდესაც ანუ საკუთარ თავს რომ პრიორიტეტს ამ ცენტრში ვაყენებ, შენაც იგულისხმე ცენტრში რომ ვაყენებ, ყველანაირად იმ კონტექსტში სხვანაირად ვერ გამოვიდოდა. მაგრამ შეგვიძლია სხვა დროს. აი, ახლა არ გვინდა მაგაზე საუბარი. მგონი რაღაცა არასაცია. მაგრამ ამით იმის თქმა მინდოდა, რომ იმის მერე დიდი დროა გასული და გამიხარდა, რომ ამას ამბობ და თან ხაზი გაუსვი იმას, რომ არ გულისხმობ
არა ეგოისტურად, არამედ იმას გულისხმობ, რომ საკუთარ თავს, საკუთარ სურვილებს, საკუთარ არსებობას, საკუთარ მდგომარეობას, მოთხოვნილებებს გავუფრთხილდე და ამას პრიორიტეტი მიანიჭო, რაღაცა მესიამოვნა და ამასზე მინდოდა გამესვა ხაზი ის კი არა, რომ რაღაცა მაშინ იყო, რა თქმა უნდა, ანუ ამ განვითარებას გამოვყევი და ამას გავასვი ხაზი, რომ ხედავ, რომ ეს რაღაცა შეცვლილია და თან არა მარტო ახლა ვხედავ, ისეც ვხედავ. მადლობა. ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ შენგან. მე რა ვისწავლე 30-იანებში რა ვისწავლე ბევრი რაღაც ვისწავლე, მაგრამ ახლა რაც მახსენდება პირველი რასაც ვიტყოდი ის რომ ყოველთვის, ანუ ნორმალურია ის რომ თუ რაღაცა დავგეგმე, ან რაღაცის დაგეგმვას ვაპირებ, ან რაღაც ნაბიჯების გადადგმა მინდა და არ ვიცი რა მელოდება ამ გზაზე და თუნდაც არ ვიცი საით წამიყვანს ეს გზა და ეს რომ სრულიად ნორმალურია და ყოველთვის არ გეცოდინება ის რომ იცი რა მე ახლა ამ ფოტოს იმიტომ ვიღებ რომ ინსტაგრამზე უნდა გავაზიარო, არამედ ამ ფოტოს იმიტომ ვიღებ რომ მომწონს მე ახლა ეს ამ პროცესით ვტკბები და ეს მინდა ცოტა არარეალური რაღაც უცნაური მაგალითი მოვიყვანე, მაგრამ ამით იმის თქმა მინდა რომ ის რომ შეიძლება რაღაც კონკრეტული მიზანი არ მქონდეს, უეჭველი რაღაც მიზანი არ მქონდეს, როგორც დავიწყე სწავლა და სწავლის ბოლოს 4 წლის შემდეგ მექნება დიპლომი, ვიქნები მასწავლებელი მაგალითად. რომ ეს რაღაც შეიძლება არ არსებობდეს ასე კონკრეტულად და რაღაც დავიწყო, იმიტომ რომ მე ახლა ეს მომწონს და იმიტომ რომ ეს პროცესი ამ პროცესში მინდა რომ ვიყო და ვგრძნობ რომ ამ პროცესში გავიზრდები და ბოლოს სადაღ მოვჩნდები ამისთვის მიმღებლობა მაქვს და ცნობის მოყვარევა რომ ამას დავაკვირდე. მგონი ეს არის ერთი და მეორე იქნება ის რომ ადრე მაგალითად თუნდაც მაგალითად შენთან საუბრისას ახლა შენ მოგიყვან მაგალითად შენთან საუბრისას თუ კი რომელიმე კონკრეტულ თემაზე ვისაუბრებდით და შეიძლება უცებ თვალებში აღარ შემოგეხედა, შეიძლება ინტერპრეტირება გამეკეთებინა, რომ შეიძლება უჭირს ახლა ამ თემაზე საუბარი, ან შეიძლება რაღაც ხელებით მოძრაობები გაგეკეთებინა და შეიძლება მეფიქრა, რომ რაღაც აღელვებულია და რა შეიცვალა და რა ვისწავლე ის, რომ ასეთ ინტერპრეტირებას აღარ ვაკეთებ. არამედ პირდაპირ გკითხავ თავს ხომ არ გრძნობ, ანუ ბევრი ხომ არ არის, ან ხომ არ ნერვიულობ და შენგან რომ მოვისმენ უკვე ამას რომ არ ნერვიულობ, უბრალოდ რაღაცნაირად დაძაბული ვიყავი და ანუ ამის სივრცე რომ იქნება, ამ სივრცის შექმნის შესაძლებლობა შექმნა რანაირად შექმნა ასეთი სივრცე ეს ვისწავლე მგონი და ის რომ წინასწარ ინტერპრეტაციას არ ვაკეთებ, იმიტომ რომ ეს ინტერპრეტაცია არის ის რაც ჩემში ხდება და არა ის რაც რეალურია, ანუ რაც შენში რეალურად ხდება და რატომაც რეაგირებ ისე როგორც რეაგირებ. ეგ იქნება მეორე ალბათ, რავი კიდე ბევრი შემიძლია ჩამოთვალო, მაგრამ დრო აღარ მყოფნის და რას ვეტყოდი 20-იანებს ვეტყოდი იმას, რომ რაც შეიძლება მეტი გამოცდილება ნებისმიერ სფეროში, ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ ადამიანთან ერთად, რაც შეიძლება ბევრი რამე სცადეთ. იმიტომ რომ მე ვფიქრობ 20-იანი წლები არის ყველაზე ხელშემწყობი წლები
რომ გაიცნო კარგად საკუთარი თავი. და მგონია რომ 30-დან უკვე ამის რაღაცა დაღვინების პროცესი იწყება. ყოველ შემთხვევაში მე ასე ამის შეგრძნება მაქვს. და რაც უფრო მეტი, მე ასე მგონია, რაც უფრო მეტი გამოცდილება, მეტი ცოდნა იქნება დაგროვილი 20-იან წლებში, უფრო მარტივი იქნება 30-იანებში დიდი ნაბიჯების გადადგმა, რაც დიდ რისკთან არის დაკავშირებული და რა ვიცი, მე ადრე ვფიქრობდი 20-იანებში, რომ ვაიმე 30-იანებამდე ეს უნდა მქონდეს, ის უნდა მქონდეს, იმიტომ რომ დრო მეკარგება, მაგრამ არ გეკარგება დრო, არანაირად არ გეკარგება დრო, რაც შეიძლება მეტი გამოცდილება დააგროვე და ამაზე უკეთეს ვერაფერს ვერ გაუკეთებ საკუთარ თავს 20-იან წლებში. გეთანხმები. დაიწყე პოდკასტის ჩაწერა. ხო, ჩვენ ზოგიერთ რაღაცას ჩვენ 20-იანებში ვერ მოვახერხეთ, იმიტომ რომ ჩვენ მაინც ისეთი თაობა ვართ, რომ ამდენი შესაძლებლობა არ გქონდა, რამდენიც ახლანდელ 20-იანებს აქვთ. და ჩვენ ახლა გავდივართ 20-იანების რაღაც პატარ-პატარა დეტალებს, ახლა გავდივართ 30-იანებში. ხო, მაგრამ ახლა თითქოს რაღაცებს ტრენდულად სახელები დაერქვა. ანუ ჩვენ რომ ვიკრიბებოდით და აი საათობით რომ საუბრობდით რაღაცებზე და რაღაცებს განვიხილავდით, ანუ იგივენაირი ფორმატი იყო, რაც შეიძლება ახლა იყოს პოდკასტი. მაგრამ ახლა ამას ქვია პოდკასტი და აგერ კიდევაც ვაკეთებთ ამას. იმიტომ რომ რაღაცა ეს მე ეს ახალი ტრენდები მოდის, რაღაცებს თითქოს სახელი ერქმევა. თუნდაც TikTok-ზე ეს ტრენდები, ეს ცეკვების რაღაცები, ანუ რამდენჯერ ყოფილა რომ ან შენთან ვიკრიბებოდით, ან ჩემთან, ან კიდევ რომელიმე სხვა ჩვენ მეგობართან და ანუ რავი, რა TikTok-ი, სად იყო TikTok-ი? ონლაინ სივრცეში არ გაგვიზიარებიან, იმიტომ რომ არ იყო ამის შესაძლებლობა, მაგრამ ფოტოებს და ვიდეოებს ვიღებდით რამდენი მაქვს შენახული. ხო, და ანუ ეს მაინც რაღაცა ეს არსებობდა რა და ახლა თითქოს ვაუ, ეს ახალი ტრენდია რა და ანუ იგივე რაღაცას ძალიან ხშირად ვაკეთებდით ადრე, უბრალოდ ამის გამოხატვის სივრცე არ არსებობდა. ხო. და ძალიან საინტერესოა ეს. კი, თეაკო, ვიმოგზაურეთ და დავასვენოთ ახლა ჩვენი მსვენელი და ვიმშვიდობოთ. გამიხარდა რომ მოვახერხეთ დღეს ჩაწერა, იმიტომ რომ შემდეგ კვირას არ მცალია და შენც არ გცალია მგონი, არც ერთ არ გცალია. ხო და მოვამზადებ, გავაზიარებ რომ მსმენელი არ დავტოვოთ ეპიზოდის გარეშე. მე გაგვიზიარე რატო არ გცალია? ხო, მე გაგიზიარებთ, მაგრამ მანამდე შევინახოთ ეს, იმიტომ რომ მაინც კონფიდენციალური თემებია. აბა ჰე, კოცნით, გვიყვარხართ? თქვენი ჩემოდანი. ჩაალაგეთ ჩემო. ხო, ის სხვათა შორის რატომ არ გცალია, იმიტომ რომ ჩემოდანი მაქვს ჩალაგებული. აუკე ჩალაგებული გაქვს? არა, ნახევრად. კარგად ბრძანდებოდეთ. ნახვამდის. კარგად.